2.0 turbo დიზელის ძრავი, ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო ძრავი დიზელის ძრავებს შორის, მინთებს ჩეკს და დიაგნოსტიკის შეერთების შემთხვევაში გვაჩვენებს, რომ დროსელს აქვს ელექტროპრობლემა. ეხლა კი ნათლად ხედავთ, რომ ელექტროპრობლემა გამოწვეული არის მექანიკური პრობლემიდან, ამ შემთხვევაში მთლიანად დაბინძურებული არის დროსელი, ვერ იკეტება ბოლომდე და ვერ იღება ნორმალურად, ამიტომ აგდებს ელექტროპრობლემას. ავტომობილს აქვს 103,000 კილომეტრი გავლილი, ამას 3,000-დან 90% გავლილი მაქვს შორგზებზე და ახლო მანძილებზე არ არის ნასიარულები მანქანა და ვიყენებდი სწორედ ისე, როგორც დიზელს უნდა იყენებდე შორ მანძილებზე სასიარულოდ, თუმცა ხედავთ, რომ 103,000-ზე როგორ გამოიყურება დროსელი. ეხლა შევეცდები, გადავინაცვლო ქვემოთ და გაჩვენოთ თუ როგორი დაბინძურებულია შემშვები კოლექტორი. როგორც ხედავთ, შემშვები სისტემა გამოიყურება აი ასე. ეს ყველაფერი კი გამოწვეული არის AGR-ის სისტემით, რომელიც თითქოს გარემოს არ აბინძურებს, მაგრამ კლავს ჩვენს ავტომობილის ძრავს.